გამარჯობა, აჭარა ტაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას მიკროფონთან მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე ვარ და როგორც თქვენ კადრში ხედავთ, ჩვენ ვიმყოფებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რაიონულ პოლიციის შენობასთან, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა არის შეკრებილი და ისინი პროტესტს გამოთქვამენ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, რამდენიმე ადგილობრივს დღეს ჰქონდა მცდელობა იმისა, რომ გადაეკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი, კერძოდ სარფის საბაჟო, თუმცა, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ისინი არ გადაუშვეს საბაჟოზე და არ განუმარტეს მიზეზი იმისა, თუ რის გამო ვერ შეძლებენ ისინი საქართველო-თურქეთის საზღვარის კვეთას. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ ამ ადამიანების სათქმელი უკეთ მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში, ვნახოთ რა აქვთ მათ სათქმელი, ამ ადამიანებთან არიან ასევე უფლებადამცველი და პირველი ვისაც გავესაუბრები არის ზაზა პაპიძე, ადვოკატი, უფლებადამცველი. მოგესალმებით ბატონო ზაზა, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით საქმის დეტალები და პრეცედენტები, რაზეც თქვენ საუბრობდით ცოტა ხნის წინ, ამის შესახებ ჩვენს მაყურებელსაც რომ უთხრათ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. აი ამ საღამოს დამირეკეს ჩემი დაცვქვეშყოფებმა, ამიყვანეს ადვოკატად, რა ხდება, გავირკვიე. მოცემულობაში მიდიოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტით, სამკურნალო თუ სხვა პირად საჭიროებაზე, არ გაუშვეს საზღვარზე. რა საკვირველია დაინტერესდნენ, რატომ რისთვის გაარკვეთ ხელვაჩაურის პოლიციაშიო. მოვიდნენ, ამიყვანეს ადვოკატად, წამოვედით პოლიციაში, გასარკვევად თუ რატო არ უშვებდნენ. მოვედით პოლიციაში, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენ Facebook Live-შიც აღვნიშნავ. შევხვდით ხელმძღვანელობას, გიორგი ჭანტურიას, ხელმძღვანელ პირს, პოლიციის უფროს, გააგვიმართა, მან დადებითად პოზიტიური პიროვნება არის მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, რადგან ცუდი მეხსიერებაც გვაქვს წინათ. გამიმართა, რომ თვითონ ეს პოლიცია სამმართველო თვითონ ხელვაჩაურის რაიონის არ იყო არანაირად დაინტერესებული, არც გამოძიება მიმდინარეობდა, არც რაღაც ვარაუდის ინტერესი იყო და მათ მიერ რაიმენაირი შეზღუდვა არ ჰქონდა. თუმცა საბაჟოდან რატო გადმოამართეს ეს მოქალაქეები ამ პოლიციის განყოფილებაში? კი ბატონო, სწორედ ამას ვამბობ, რომ ეს არის საინტერესო და საკვირველი, რომ მებაჟე, რომელიც მუშაობს და არ ვიცი უბრალოდ ალბათ უთხარო წადი ალბათ რადგან ამ ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს ეს სარფის საბაჟო და ეკუთვნის ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს ტერიტორიულად შესაძლოა ამიტომ და არაფერი შუაში არ არისო თავად ხელმძღვანელი პირი ამბობს მაშინ რა ქნან ამ მოქალაქეებმა და რა გააკეთონ ახლა მოვიდნენ აქ სამმართველოში არა ჩვენ არ გვეხება სად არეუბნებიან მაშინ მებაჟემ სწორედ ხო უნდა უთხრას რომ სად მივიდნენ სად გაარკვიოს ეხლა როგორ ასე აწამებენ ადამიანებს და არ ბენებენ იქეთ-აქეთ მივდივართ საზღვარს ტოვებთ არა არ გიშვებთ შემოსვლის ხანდახან სხვა შემთხვევაში და სხვა მოქალაქეების შემთხვევაში შემოსვლაზეც არის პრობლემა რატომ მაშინ ხო თუ რაღაც ინტერესი არის და ინტერესი რა ეჭვები გაქვთ თქვენ რა ინტერესებს შეიძლება დაუკავშიროთ ეს პროცესი იმიტომ რომ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი სხვა შემთხვევებშიც ყოფილა ანალოგიური შემთხვევები ნახეთ კი ბატონო სხვა შემთხვევაშიც ყოფილა და მე მსგავსი მქონია ჩვენს პრაქტიკაში და არაერთი დამიცავია რომ როდესაც საზღვარზე არ უშვებენ შემდგომ ვნახავთ რამდენიმე დღეში აღმოაჩნდებათ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდებათ ცეცხლსასროლი იარაღი და ეს არის ახლა მიღებული პრაქტიკა და სწორედ ამ ბატონებსაც ახლა ამ ბიჭებსაც აქვთ ამის შიში უჩა ბაჩიჯაყეს და ხვიჩა დუმბაძეს ესახელებიც ვასაჯაროებთ რომ სამმავლოდ აქვთ ამის მოლოდინი რომ რაღაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი აღმოაჩნდებათ და შემდგომ მოუწევთ მათ დაკავება და პატიმრობაში ყოფნა თვეები წლები თუ რა ვიცი როგორ აი საინტერესო დეტალზე ამახვილებთ ყურადღებას თქვენი აზრით რატომ არის ეს პრაქტიკა როგორ ფიქრობთ თქვენ რა შემთხვევებზე არის საუბარი კონკრეტულად რომ გითხრათ მაგალითი პრაქტიკა ნახეთ რა შემთხვევებზე პოლიცია მოგეხსენებათ როგორც არის შესაძლოა ვინმე რატომღაც არ მოწონდეს ხო ან მათთვის მისაღები არ იყოს რა გააკეთონ როგორ მათი ინტერესი როგორ დაიკმაყოფილონ და ყველაზე მიღებული რაც არის ახლა მათთვის მიღებული პრაქტიკა ჩაუდებენ ნარკოტიკულ საშუალებას ან ცეცხლსასროლი იარაღს დააკავებენ და შემდგომ სასამართლოში უნდა არკვიო და ადგინოს სიმართლე და შესაბამისად მთელი ეს თვეები მინიმუმ დაუშვათ 9 თვიანი პერიოდი საპატიმრო დაწესებულებაში იქნებიან და თუ გამართენ ხომ კარგი თუ არა და მაშინ მრავალი წელი
საჩივრების დაწესებულებაში, პატიმრობა ემუქრებათ და რატომ ეს მათ პირად ინტერესებში არა, საკვირველია ამაზე მე პასუხი არ მაქვს, რომელიმე მათგანი ან სხვა შემთხვევაში რატომ არ მოსწონს, ან რომელ პოლიციას რა ინტერესი აქვს და რას უკავშირებენ ამა თუ იმ პიროვნებას. იცით რა არის აქ მნიშვნელოვანი? თუ რომელიმე კონკრეტულმა პიროვნებამ კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, მაშინ რასაც იმ კონკრეტული დანაშაულისთვის უნდა მისცე პასუხისგებაში და ის კონკრეტული დანაშაული შესაძლოა მოედაოთ ხომ. ეხლა იცი რა რაღაც მე ეჭვი მაქვს რომ იქნებდა შენ ეს დანაშაული ჩაიდინე და ამას რადგან ვერ გიმტკიცებ დაუშვათ შემდგომ სხვა აკავშირებენ რაღაც ეჭვებით შესაძლოა ეშლებოდეთ ეცლებოდეთ პიროვნებები და ამ ეჭვების საფუძველზე თითქოს და შემდგომ დანაშაულს ხსნიან თითქოს და მუშაობენ და სტატისტიკას ქმნიან მაგრამ მოცემულობა რა გვაქვს უდანაშაულო ადამიანების პასუხისგებაში მიცემა და შემდგომ საბედნიეროდ თუ გამართა და სამართლომ სწორად დაინახა და შეაფასა მტკიცებულები ხომ კარგი და ერთი ბედნიერება არის თუ არა და უწევთ საპატრიო დაწესებულებაში მოთავსება. გასაგებია ბატონსაზე ცოტა ხანში გავაგრძელებთ კვლავ თქვენთან საუბარს მანამდე მოусმინოთ იმ პირებს რომლებსაც ეს შემთხვევა მოუვიდათ. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ გვითხარით ახსენით ის პროცესი რა გაიარეთ სარფის საბაჟოსთან და როგორ ფიქრობთ თქვენ რა შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენი შეფერხება? ვიყავით სარფში საბაჟოზე, სრულიად უმიზეზოთ, არ გვიმარტავენ, რომ რისთვის არ გვიშვებენ სარფის საზღვარზე, ვეკითხებით, მებაჟეს, რომ რის ნიადაგზე, არანაირი დაბრკოლება ჩვენ არ გვაქვს და რის გამო, არ გვიშვებთ საზღვარს. გვეუბნები, გაარკვიეთ ხელვაჩაურის სამმართველოში, ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწითლებული საზღვარზე, შემდეგ მოვდივართ სამმართველოში, ვეკითხებით, რომ რის გამო, ანალოგიურს გვეუბნება ესეც, გაარკვიეთ საბაჟოზე, მივდივართ ისევ საბაჟოზე და ეს ყველაფერი ჩვეულებრივად თამაშკავს რა. რამდენი ხანია რაც გრძელდება ეს პროცესი და თქვენ რა ეჭვები გაქვთ, რატომ არის თქვენს შემთხვევაში ეს გამონაკლისი ვსაუბრობ იმაზე, რომ თქვენ საზღვრისკვეთა არ შეგიძლიათ ამ ეტაპზე. ჩვენ ქონია ადრეც წარსულში შემთხვევები, რომ ჩვენს მეგობარს, ჩვენს მეზობელს, რა ვიცი, მსგავსი სიტუაცია ქონია, რომ არ უშვებდნენ საზღვარზე, სრულიად უმიზეზოთ, როგორც ჩვენ შემთხვევაში ანალოგიურად, არ აუხსნენ არაფერი და შემდეგ დილის 6 საათზე შედიან სახლში და იღებენ ნარკოტიკულ საშუალებას და ჩვენ გვაქვთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი სიტუაცია იქნება და ჩვენი მეგობრების ბეს გავიზიარებთ და უდანაშაულები ვართ, და ამ უკანონობას ავიღეთ. თქვენ ახლა ამბობთ იმას, რომ ასეთ შემთხვევებზე არის გამოცდილება იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალება ან ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს ვინმეს უმიზეზოდ ასეთი ფაქტები არსებობს ამ მუნიციპალიტეტში. დიახ, ჩვენს მეგობრებს ბევრჯერ ყოფილა მსგავსი სიტუაციები და ვფიქრობთ, გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ჩვენ შემთხვევაშიც მსგავსი რაღაცა იქნება და აგერ ჩვენ ვართ შეკვერბილი, ჩვენი მეგობრები, ჩვენი მეზობლები, ჩვენი ახლობლები და თუ ხვალეან ზეგან ჩვენ დაგვაკავებენ ნარკოტიკული საშუალებით ან ცეცხლსასროლი იარაღით, ყველაფერი ფაქტის სახეზეა, ნათელი იქნება მოსახლეობა. პრევენციის მიზნით საუბრობთ, რომ შემდგომ გაქვთ ამის მოლოდინი, რომ შესაძლოა შემდეგი იყოს თქვენ, ვისაც აღმოუჩენენ ამ ნარკოტიკულ საშუალებას. რა თქმა უნდა, ეგ ეჭვი გვაქვს ჩვენ რომ აღმოგვიჩენენ რამეს უკანონოს, რაც რომ ჩვენ არ გაგვაჩნია არაფერი, ვართ უდანაშაულოები და თუ იქნება მსგავსი რაღაცა, ყველაფერი ნათელი იქნება რა. და აქ შემთხვევაში მაგას ვიზახით, რომ ხვალ ზეგან რამოდენიმე დღეში თუ მსგავსი რამე ფაქტი იქნება ჩვენს წინაშე, ჩვენ გავაგზავნებთ ბრძოლას რა, არ ვაპირებთ არაფერზე დანებებას, რა თქმა უნდა, ბრძოლას კანონის ფარგლებში. გასაგებია, რა მიზნით აპირებდით საქართველოს-თურქეთის საზღვრისკვეთას? საავადმყოფოში მივდიოდით ქალაქ ტრაბზონში და შეგვიზღუდეს მე ჩემს ძმასაც და ჩემს მეგობარსაც და სრულიად უმიზეზოთ და არაფერს არ გვიხსნიან და მხოლოდ ის გადაგვრჩენია რომ ესე შევიკრიბოთ ჩვენს ხელში რა ბერკეტიც არის ყველაფერს ვიყენებთ რომ ყველაფერი მოსახლეობისთვის ნათელი იყოს რა დღეს ჩვენ თუ გვექცევიან სხვას მოექცევიან და გვინდათ რომ დამთავრდეს ეს რეპრესიები და რაც რო მაყურებლისთვის რომ განმარტოთ აჭარის მოსახლეობა განსაკუთრებით თურქეთზე არის დამოკიდებული ყოველდღურად ადამიანები გადადიან როგორც საკვები პროდუქტებისთვის ასევე სამედიცინო თვალსაზრისითაც ხო და ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ამ რეგიონში და თქვენც ალბათ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით მიდიოდით თუმცა შეფერხება მოყვა ამ საქმეს რას აპირებთ ახლა თქვენ ჩვენ ვაპირებთ მოსახლეობას გავაგებინოთ რაც რო გვაწუხებს და ხალხმა შეიძლება ხმამაღლა ვერ ამბობს მაგრამ ხალხმა ყველაფერი იცის და ავისე ალბათ პირველი ვიქნებით თუ მეორეც ჩვენ გავასაჯაროებთ
და კანონის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაიგოს საქართველოს მოსახლეობას, რომ მოქალაქეებს როგორ უკან ოგნოთ ექცევიან, გვიზღიდავენ საავადმყოფოში წასვლას და ასე შემდეგ რა. რა მიზანს შეიძლება ატარებდეს, რა ინტერესები შეიძლება გქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს არის ახლა მთავარი კითხვა. თქვენ რა პასუხი გექნებათ? ახლავე, როცა ჩვენი მეგობრები დააკავეს, ჩვენ როგორც ახლა პროტესტს ვაცხადებთ, ისე ვაცხადებდით ჩვენი მეგობრების, ვაპროტესტებდით, რომ უკანონოდ იყვნენ დაკავებული, და ალბათ ჩემი აზრით სხვა დანაშაული მე არ გამაჩნია. ჩემი აზრით, გვერდში რომ დაუდექით ჩვენ მეგობრებს, რომ იმ უკანონობაზე და ხმამაღლა რაღაცეები რო ვთქვით, მე ვფიქრობ, რომ მაგის გამო ვისჩებით და ანალოგიურ ბედს ვიზიარებთ. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. სხვა ვის აქვს სურვილი, რომ გაგვესაუბროს პირდაპირ ეთერში? მოგესალმებით, გითხარით, აბა თქვენს შეგეზღუდათ ხომ საქართველოს-თურქეთის საზღვარი გადაკვეთის უფლება, რას უკავშირებთ თქვენ ამ ყველაფერს? როგორც ჩემმა ძმამ აღნიშნა, ეს მეგობრებზე გვერდში დგომიდან გამომდინარე, ალბათ რომ რაღაცას ვამბობთ ხმამაღლა, რომ ეს არ ქონიათ არც ნარკოტიკული საშუალება, არც იარაღი და ეს ჩადება და რო უდებენ არაკანონიერად რა. რა შეიძლება დავუკავშიროთ? ეს არის მთავარი კითხვა. თქვენ უკავშირებთ მხოლოდ იმას, რომ თქვენი მეგობრების დაკავებაზე პროტესტი გამოთქვით და შესაძლოა ამას უკავშიროთ. ალბათ, რა თქმა უნდა, ეგაა. გასაგებია, მადლობა თქვენ. ბატონო ზაზა, გავაგრძელოთ ბოლოს შეჯამებისთვის, რომ გავაკეთოთ, რას აპირებთ თქვენ და როგორ ფიქრობთ, ეს პრეცედენტი, რაზეც თქვენ საუბრობდით, არის საკმაოდ დამკვიდრებული ამ რეგიონში, ხომ? ამის თქმა შეგიძლიათ. კი, დამკვიდრებულია, გეუბნებით, რომ მე არაერთს ვიცავდი, 1-2 იყო სასომხეთის საზღვარზე გადადიოდა და იქ მოხდა მსგავსი. ახლა აქ, ჩვენ რასაკვირველია, რა შეგვიძლია ახლა კანონით მონიჭებული, კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით გავაპროტესტოთ, ახლა მოქალაქეები შეიკრიბნენ, მე მოვედით ჩვენ პოლიციაში ინფორმაციის გასარკვევად, როგორც ადვოკატი, რასაკვირველია, ახლა მოქალაქეებთან ერთად ჩვენ გავაპროტესტებთ, ჩვენ ხმა საზოგადოებას გავაგონებთ და დანაშაულებრივ ქმედებას თუ კანონს ჩაუდებენ, კანონსაწინააღმდეგო ნივთს, რასაკვირველია, გავასაჯავებთ და გავაჟღერებთ ამ ყველაფერს და შემდგომ ბრძოლას გავაგრძელებთ სამართლებრივად სასამართლოში და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პოლიციის ხელმძღვანელობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მასიურად ახლა ვიცით, რომ მიმდინარეობს ნარკოტიკებთან ბრძოლა, დაკავებები, ნარკოდანაშაულთან, კი ბატონო, მაგრამ ვინც ამას ჩადის, რასაკვირველია, ეს მისასალმებელია და მივესალმებით, მაგრამ ახლა პატიოსა მოქალაქეებს, რომლებსაც შეხება არ აქვს ნარკოტიკთან, კანონსაწინააღმდეგო ნივთთან და ჩაუდებ, ახლა მოგეხსენებათ, ვინც ისევ საზოგადოება ეწინააღმდეგება და მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ოპერატიულ მოქმედებებს და დაკავებებს, რაც მიმდინარეობს, ვინც ჩადის ამ დანაშაულს, მაგრამ ახლა ხომ ხედავთ თქვენს მოსვლამდე კიდე ცოტა სიცივია და ხალხი წავიდა, საკმაოდ ხალხი იყო, სპონტანურად უცებ შეკრებილი, იმიტომ რომ უკვე მოლოდინი აქვს, უკვე იმდენად დამკვიდრებულია, რომ მოლოდინი აქვს უკვე, რომ დღეს ხვალ ამას დააკავებენ, დღეს ეს დააკავეს, გუშინის დააკავეს და უკვე მოლოდინი აქვს, რომ ნარკოტიკები აღმოაჩნდება და უკვე აღარ უნდათ, ოჯახებს აღარ უნდა, მეგობრებს აღარ უნდა, მეზობლებს აღარ უნდა, ერთიანად აპროტესტებს ხალხი ამ ყველაფერს, რომ ჩადებები აღარ უნდათ, თუ დააშავა რაიმე იმ კონკრეტულ დანაშაულზე მიეცი პასუხისგებაში, ჩაუდებენ, აუსებენ ჯიბებს, ავტომანქანას თუ რა ვიცი, სახს და 8-დან 20 წლამდე ჯერ მარტო ეს აშინებს და ეს აფიქრებს. სამწუხაროდ ეს პრაქტიკა არის სრულმოწმეების ხარჯზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცდილობს სხვადასხვა საქმეების შეკერვას. დღევანდელი ეს შეკრებაც არის ერთგვარი პრევენცია, ხო? მე ასე გავიგე. პრევენცია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნახე საზღვარზე რო არ გადაუშვეს, თან არეუბნებიან რატო არ გადაუშვეს. ჯერ ერთგვარში საციწროებს, ხო, არ მიშვებ, მიზღუდავ გადაადგილების თავისუფლებას მიზღუდავ, რატომ მოვედი, არ მეუბნები რატომ. რა ინტერესი გაქვს და დღეს არა, ხვალ თუ ზეგ ჩატარდება სპეცოპერაცია, როგორც ჩვევიათ და აღმოჩნდება ჩაატარებენ ჩხრეკას, აღმოჩნდება ნარკოტიკი დააკავებენ. უკვე მოლოდინი აქვს, რატომ? ერთი იყო, მე ვიცავდი პირადად, ერთი იყო ასე გააკეთეს, მეორე იყო ასე გააკეთეს. ხო და აქვთ უკვე მოლოდინი და ელოდებიან ეს ბიჭებიც რომ ხვალ თუ ზეგ ან რაღაცის გამო დაგვაკავებენ და ეხლა რა დარჩენიათ თუ არა გააპროტესტონ და იყვნენ ამ ყველაფერზე კონკრეტულად ეხლა დღეს არ ხდება და არ მომხდარა, მაგრამ უკვე პრევენცია სწორედ იმისი რომ წინაპირობა არსებობს ამის, იმიტომ რომ იყო წინა მათი ნაცნობები, ახლობლები, მეგობრები მსგავსი მოხდა და სწორედ
გასაგებია, მადლობა თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენდით უფლებადამცველ ზაზა პაპიძეს. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ვიმყოფებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პოლიციის შენობასთან, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მართავს საპროტესტო აქციას. აქ შეკრებილების სათქმელი არის ის, რომ რამდენიმე ადგილობრივს საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთა დღეს არ მიეცა ეს შესაძლებლობა ამ შესაძლებლობას მოაკლეს, რის გამოც მათ უთხრეს, რომ ხელვაჩაურის პოლიციაში უნდა გაარკვიონ მიზეზების რაში მდგომარეობს, თუმცა როგორც აქ ადგილზე მოსულებს განუმარტეს, ისინი არაფერ შუაში არიან და ვერ გასცემენ კითხვებზე პასუხს. ადგილობრივები საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა ეს პრობლემები შექმნა უკავშირდებოდეს მათი მეგობრების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. საუბარი არის სხვადასხვა პირი დაკავებული არის სხვადასხვა ბრალდებით, რის გამოც აქ შეკრებილ ადამიანთა ნაწილი მათ სოლიდარობას უცხადებენ და ისინი ფიქრობენ, რომ სოლიდარობის გამოისჯებიან და სწორედ მათ ამის გამო შეუწყვიტეს საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთა. და პრევენციის მიზნით ამბობენ იმასაც, რომ ასეთ შემთხვევებში ხშირად უნახავთ მაგალითები იმისა, რომ იმ შემთხვევაში თუ არ გადაუშვებენ საზღვარზე, მოგვიანებით მათ ნარკოტიკულ საშუალებებს აღმოუჩენენ სახლებში, მანქანებში და ასე შემდეგ და სწორედ ამიტომ იკრიბებიან ახლა და განცხადებას აკეთებენ, ხმამაღლა საუბრობენ იმის გამო, რომ პრევენციის მიზნით საჯაროდ ისაუბრონ რამდენიმე დღით ადრე, თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდება სამომავლოდ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი დამოკიდებული არის თურქეთზე. საუბარი არის იმაზე, რომ ასეულობით ადამიანი ყოველდღიურად გადადის საზღვარზე საკვები პროდუქტების შეძენის მიზნით, ასევე სამედიცინო სერვისების მიღების გამო და ეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც ადგილობრივები ცდილობდნენ სამედიცინო დაწესებულებაში წასვლას, თუმცა მათ საქართველო-თურქეთის საზღვარზე უთხრეს, რომ ისინი ვერ გადაკვეთენ საზღვარს და მიზეზი არ განუმარტეს, თუ რის გამო ვერ შეძლებენ ისინი გადაადგილებას. იმ შემთხვევაში, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურება აქ შეკრებილი ადამიანების მოთხოვნებსა და სათქმელს, ჩვენ ცხადია განახლებულ ინფორმაციას მივუაწოდით ჩვენს აუდიტორიას. ეს იყო ბოლო ცნობები, რასაც ისმენდით აქ შეკრებილი ადამიანების მხრიდან, ჩვენ ცხადია დავაკვირდებით მოვლენებს და იმ შემთხვევაში, თუ იქნება რაიმე ტიპის სიახლე ამ ამბავზე, ცხადია უწყვეტ რეჟიმში შემოგთავაზებთ აჭარა Times-ი განახლებულ ინფორმაციას. მადლობა, რომ გვიყურებთ, მადლობა ნდობისთვის. გემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.